ქვეყნის სიმდიდრეს წარმოადგენს ახალი თაობა, ბავშვები და ჯამთელი თაობა და ეს არის სიმდიდრე. ამაზე დიდი პრიორიტეტი ქვეყანა იმით ფასდება, როგორ ეპყრობა თავის ბავშვებს. ის რომ 30% ბავშვები საქართველოში მხოლოდ ერთხელ ღებულობენ კვებას, ან სადილობენ, ან ვახშმობენ, მაგრამ აქ არის ყოფნა არ ყოფნაზე, აქ არის უფრო მაღალი ხარისხის ცხოვრებაზე, რომ უფრო გვიან ან იცხოვრობენ უფრო დიდხანს. როგორ უნდა უყურო მშობელს, რომელმაც იცის, რომ არსებობს მედიკამენტი, რომელიც უშველის მათ შვილს და შენ პრაგმატულობაზე მესაუბრები. მანქანები იყიდეთ ნაკლებად, მანქანები, რომელსაც ყოველწელს ვცვლით. უძვირესი მანქანები, პრემიები რო დაინიშნეთ ახლა მინისტრის მოადგილეებმა. არ გცხვენია. რა ჩემ ფულს არ ხარჯავთ მაშინ მკითხეთ მე პრემიები რო დაინიშნეთ და ეს არის გასაგებია რომ მედიკამენტი შეიძლება ყველას ვერ უშველოს მაგრამ ერთსაც რო უშველოს უკვე ამოცანაა მაგრამ ეს მედიკამენტი ბევრს შველის ძალიან ბევრს ამ ბოლო პერიოდში სულ ამბობდნენ რომ ის არ არის დამტკიცებული რომ ეს მედიკამენტები შველის რომ გამოცდილება ასეთი არ აქვს ქვეყნებს მოჰყავდათ სხვადასხვა ფარმაციები რომელთა დასკვნებიც თითქოს და არ შეესაბამებოდა იმ ამბავს რომელსაც ყვებოდნენ მშობლები რა არის რეალობაში რეალობაში არის რომ ამერიკის შეერთებული შტატები იტალია ესპანეთი გერმანია და ევროპის ძალიან ბევრი ქვეყანა ბრიტანეთმაც მიიღო რომ ამ მედიკამენტს გამოიყენებს და ამ მედიკამენტს აქ მართლა ძალიან მედიკამენტებს აქ მთელი ჯგუფია ერთ მედიკამენტზე არ არის საუბარი იმიტომ სხვადასხვა ტიპის არის ეს დაავადება სხვადასხვა ლოკუსია გენის და ამიტომ სხვადასხვა მიდგომა ჭირდება სამძირითად სამი ტიპის მედიკამენტია და ძალიან ექიმებმა მოიძინა ეს ძალიან საინტერესო დოკუმენტი საერთოდ როდესაც სარჯველაძე და მისი ეგრეთ წოდებული გუნდი არაპროფესიონალების იძახის რომ ჩვენ უნდა დავაკვირდეთ ვინ უნდა დააკვირდეს სარჯველაძე უნდა დააკვირდეს როცა მთელმა ევროპამ დაიწყო გერმანიაში ვიყავი ახლა 1600-ზე მეტია ესეთი დასნეულებული ადამიანი ყველას ინდივიდუალური მიდგომით ყველას მედიკამენტს სახელმწიფო ყიდულობს იმიტომ რომ იშვიათი დაავადებები ხდება იშვიათად და მათი მკურნალობა ყოველთვის ძვირია ყველა იშვიათი დაავადება სახელმწიფომ უნდა დააფინანსოს კი ძვირი დაჯდება მაგრამ ეს არის ამოცანა სახელმწიფოს რომ მშობელი იმაზე არ ფიქრობდეს და ბავშვიც 25 წლამდე 30-მდე ცხოვრობდე არ ფიქრობდეს მე ხვალ მოუკვდები წარმოგიდგენია რაზეა საუბარი ეს პრაგმატულობაზე ალბათ ამ ქვეყნიერები არ არიან ან რაღაცა სერიოზული პრობლემა გააჩნიათ და აგერ ბრძანება SIP სამედიცინო ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო 19 ნოემბერი 24 წლის რომ მედიკამენტი ექსოდის 51 ეს არის ყველაზე ძვირად ღირებული მედიკამენტი ეხლა იქ ოქროს ინjekციას ეძახიან ერთხელ კეთდება ესეთ პაციენტებს თქო ყველას ვერ გაუკეთებთ იმიტომ რომ შესაბამისი გენეტიკური და როგორც ამ გენეტიკის დადგენა გენეტიკური ანალიზი არ არის რთული მაგრამ 15%-ზე 15%-ში წინვალე შედეგები აქვს და ამათმა ბრძანებით დარეგისტრირება აღიარებითი რეჟიმით მისცეს ამ რაზე ვლაპარაკობთ? აი არ ვიცი რაზე ვსაუბრობთ, რას აკვირდება სარჯველაძე და მისი ეგრეთ წოდებული ორი ექიმი ხო ყავს მოადგილედ. თქვენ მოგმართავთ. ერთ-ერთ ბავშვთა საავადმყოფოს დირექტორი იყავ. და ეს ბავშვები ზუსტად შენ კლინიკაში იყო ესეთი ბავშვები. გასაგებია რომ თქვენ არ ღებულობთ გადაწყვეტილებას და არც სარჯველაძის არავინ არ ეკითხება. იცით ივანაშვილი თუ არ მისცემს განკორგულებას და არ გააკეთებენ ამას. მაგრამ ერთი პასუხი ჰქონდათ მშობლებთან. თქვენ რო გაგიკეთოთო, სხვა იშვიათი დაავადების მშობლების და პაციენტების მოგთხოვეთ. მშობლებს უთხრეს, მაგრამ გამოვიდა შეიძლება ჭორ, მაგრამ პასუხი გასცეს ესეთი რომ თქვენ რო გაგიკეთოთო. აკონდროპლაზია ხო გვახსოვს? იცით რა კაშკაშებია? რატო აწვალეს ეს ბავშვები? ყველასთან არ იმუშაოთ, არ მუშაობს მედიკამენტი ყველასთან ყოველთვის და მაგრამ მკურნალობა გარანტირებული არის. მაშინ თუ გვერდით მოვლენებზე ვარ, მოდით იმუნოთერაპია, რატომაც ქიმიოთერაპიას რო ეძახიან ძველი. იმუნოთერაპია შეუწყდოთ უამრავი გვერდითი მოვლენა აქვს, უამრავი. აი ეს მედიკამენტი, უძვირესი მედიკამენტი, ერთხელ კეთდება, ერთი ინjekცია საყიდელი, რომ ეს და როდესაც შენ მიდიხარ, შენ საბაზრო ფასს კი არ გიდებს, როცა ქვეყანა თავრობაა დაინტერესებული, წარმოებელი გიკეთებს ძალიან 40%-მდე, 50%-მდე შეღავათ. რატომ ჩადგა ასე ჯიბრში ხელისუფლება მშობლებთან? ხო არ ვლაპარაკობთ ძალიან დიდ 100 ბავშვზე ვლაპარაკობთ. 100-იც არ არის რომ იცოდეთ, მაგრამ ნუ რამე 100 იყოს.
ბავშვი რომელმაც იცით რა ძალიან განვითარებული ბავშვი გოდებრივად აქ ძალიან და ინტერნეტმა კითხულობენ თავის დაავადებას და იციან რა მოელით თქვენ გესმით რა რთულია და იმედი აქვს ეს იმედი არ უნდა გაუცრო გერმანია არ ზრუნავს თავის ბავშვებზე იტალია ხო მით უმეტეს არ ზრუნავს მარტო ესენი ზრუნავენ რომ აიმე რამე გვერდითი მოვლენა არ კონდეს იმ თავრობებს არ უყვართ თავის ბავშვები ის მართლა სოციალური ქვეყნებია სადაც ადამიანი ევროპულ ქვეყანაში არის ნომერი პირველი მისი კეთილდღეობაზე არის აგებული მთელი ქვეყნის ბიუჯეტი ისინი არ ზრუნავენ ისე თავის ბავშვების დახოცვა უნდათ თურმე და ეს ეგრეთ წოდებული მთავრობა ეგრეთ წოდებულია ჩემთვის ყოველ შემთხვევაში ესენი თურმე აი რა ტიპის იგივე მაშინ შეიძლება მიიყვანოს ამდენი ხნის მოცდამ ანუ ეს არ არის მხოლოდ ერთი თვე როდესაც ქუჩაში დგანან ისინი 2 წელი კომუნიკაციაში არიან ხელისუფლებასთან თხოვნით თხოვნაზე მიდიან ის მიახსნის იმის რომ შეშემე სტატუსი მიანიჭეს თქვენ გესმით რომ ადამიანი რომელიც ეტლში ზის უკვე ყოველდღიურად ის ამ კუნთების პრობლემა ხდება არა მარტო თქვა არამედ სასუნთქი კუნთების აი ის რო წავიკითხე ის სტატუსი დედის რომ ბავშვმა მთხოვა ხელები აწიეო რო ჩაგეხუტო ვერ წეთ ხელები ამიწიო აი ამის შემდეგ რა უნდა ვესაუბრო ესენი არ არიან ადამიანები ესენი რაღაცა ესეთი რა გვია ურდოს რუსული ტიპის რაღაც ტიპაჟია ქართველები ვერ იქნებიან ესენი აი ამ სტატუსის შემდეგ რომ ბავშვმა მთხოვა დედა ხელები ამიწიო ვეღარ წევს ხელებს რომ ჩაგეხუტო ამის შემდეგ როგორ შეიძლება ვაჭრუკანობა ხუში სხვათა შორის საკრებულოზე ვთქვი რომ აქ ცხენიათ მეთქი ერთხელ 800 მეტრია მეთქი აქედან საკრებულო და მიდით უბრალოდ დაელაპარაკეთ ერთად და გამოვიდა ერთი კოცი და ესო გარეთ კი არ უნდა ხდებოდეს კაბინეტებში ხო და კაბინეტებში რო უნდა მაგას გეხვეწებიან შეხვდეს პრემიერ-მინისტრი საოკუპაციო ხასთან არ ყოფილა პრემიერ-მინისტრი შეხვდეს პრემიერ-მინისტრი ატომიკურს რო არ ხდება შეხვდეს მინისტრი საინფორმაციო ცენტრი გავაკეთოთ აბა აი ამას ვაკეთებთ იმას დაუკავშირდეთ უცხოეთში წავიყვანოთ მშობლები ვაჩვენოთ იქ როგორ ხდება როგორი მოლაპარაკება მიმდინარეობს თქვა მომწოდებლებთან წინასწარ უნდა ეს არ არის ასპირინი წახვედი და იყიდე დიდი რაოდენობით ასპირინი რო იყიდო იქაც შეკვეთა უნდა გააკეთო თქვა იგივე ბაიერის კომპანიაში ეს არ არის აჩვენე რომ რაღაცას აკეთებ ერთი ეგ პრესკონფერენციებიდან ესაუბრება მეორე პარლამენტის ტრიბუნიდან ყოველდღე შეხვდი ადამიანი ამაზე მეტი საქმე გაქვს არა გაქვს მაგაზე მეტი საქმე არაფერს არ აკეთებენ ჩაიძირა საქართველოს მედიცინა ამ ხელში ჯანდაცვაზე აღარ ვიცახი ხო და აი ესეთი სიტუაციის დროს შეიძლება ყველას ეს მედიკამენტები სხვადასხვა ჯგუფის მედიკამენტები ყველას არ მოუხდეს მაგრამ ვიღაცას ხო ერთს ხო გადავარჩენ ორს ხო გადავარჩენ ხო მაგათი სიცოცხლის ხარისხი ხო აიმაღლებს და წინვალე შედეგები აქვს წინვალე შედეგები მაგრამ 100%-იანი არაფერი არ არსებობს არაფერი არ არსებობს 100%-იანი ტელევიზორს არ მოყვება გარანტია 100%-იანი უძვირესი როგორ ფიქრობ მედიკამენტები თავის დროს რომელიც $3 მილიონი ღირდა შეიძლება იყოს უხარისხო შეიძლება ვინმე გაიკეთოს და მე არ გადაამოწმოს სად დაიხარჯა ამ ხელათანხები